გადავიდეთ ახლა კიდევ ერთ თემაზე, რომელიც ყველაზე მნიშვნელოვანი იყო ამ კვირაში. საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება რატიფიცირებულია ევროპარლამენტის მიერ. ეს არ არის დოკუმენტის სრული ამოქმედებისთვის აუცილებელი ბოლო ნაბიჯი, იგივე უნდა გააკეთოს კიდევ ევროკავშირის 17-მა ქვეყანამ, მაგრამ ეს ამ პროცესის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო. ბევრად უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე მაგალითად ამავე დოკუმენტის პარაფირება, რაც 1 წლის წინ ვილნიუსში მოხდა. თუმცა მაშინ ამ პროცესს პრეზიდენტიც დაესწრო, საგარეო საქმეთა მინისტრიც, ეკონომიკის მინისტრიც და თან სულიკოს და შალახოსაც უკრავდნენ სადღესასწაულო განწყობის კიდევ უფრო ასამაღლებლად. წელს კი ევროპარლამენტის მიერ ამ დოკუმენტის დამტკიცებამ ისტორიულმა მოვლენამ, როგორც ამას თავად ევროპარლამენტარები ამბობენ, მუსიკისა და ზეიმის გარეშე ჩაიარა. პროცესს პრეზიდენტი ამჯერადაც დაესწრო, თანაც ორი. უბრალოდ აქედან ერთ-ერთი მათგანი მოქმედი, მაგრამ მმართველი გუნდისგან გარიყული პრეზიდენტი იყო, მეორე კი ყოფილი, მაგრამ მმართველი გუნდის მიერ დევნილი. ისტორიულ რატიფიცირებას დაესწრო ჯერჯერობით ახალ მთავრობაში მინისტრობის მოკლე ისტორიის მქონე საგარეო საქმეთა მინისტრიც. თუმცა თავიდან სტრასბურგში არც მისი გამგზავრება იგეგმებოდა და არც პრეზიდენტის. ხელშეკრულების რატიფიცირებას მხოლოდ ორი დეპუტატი, თედო ჯაფარიძე და ვიქტორ დოლიძე უნდა დასწრებოდნენ. ეს ძალიან წარმომადგენლობით დელეგაცია იქნებოდა. ევროპელები თვალნათლივ დაინახავდნენ, როგორი მნიშვნელოვანია ჩვენი ხელისუფლებისთვის ევროკავშირთან ინტეგრაცია და როგორი უმნიშვნელოა ის, რომ ამ კენჭისყრას მიხეილ სააკაშვილიც ესწრებოდა. ისტორიულ მოვლენას უმრავლესობა რამდენიმე 1000 კილომეტრიანი მოშორებით. უსაფრთხო დისტანციიდან საქართველოს პარლამენტის კინოდარბაზიდან უყურებდა. მე როგორც ჟურნალისტს ხშირად მიწევს ისეთი სიტყვების გამოყენება, როგორიც არის თუმცა, მაგრამ იგივეს გაკეთება მოუწია ევროპარლამენტსაც. ასოცირების ხელშეკრულებას ევროპელებმა ერთი დიდი მაგრამ დაურთეს თან. რეზოლუცია. ამ დოკუმენტში ევროპარლამენტი მიესალმება ბოლო პერიოდში საქართველოს ხელისუფლების მიერ გატარებულ რეფორმებს, რომლებიც დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებისკენ არის მიმართული. მაგრამ ევროპარლამენტი კვლავაც შეშფოთებულია პროკურატურის არასაკმარისი ანგარიშვალდებულების და იმ ბუდოვანი კრიტერიუმების გამო, რომლის მიხედვითაც პროკურორები და გამომძიებლები შეირჩევიან. ევროპარლამენტი ასევე გამოხატავს შეშფოთებას იმის გამო, რომ წინა ხელისუფლების წარმომადგენელი ოპოზიციონერების ნაწილი პასუხისგებაშია მიცემული, დაპატიმრებულია ან წინასწარ პატიმრობაში იმყოფება. რეზოლუციის ავტორები შეშფოთებას არ იშურებენ არც პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ საბრძოლველად მართლმსაჯულების სისტემის პოტენციურ გამოყენებასთან დაკავშირებით, რამაც შესაძლოა ძირი გამოუთხაროს საქართველოს ხელისუფლების დემოკრატიულ რეფორმებს. ევროპარლამენტი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას თავი შეიკავოს მართლმსაჯულების სისტემის პოლიტიკური ანგარიშწორების მექანიზმად გამოყენებისგან. ამ დოკუმენტით ევროპარლამენტი პირდაპირ მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას გამოასწოროს ის ხარვეზები, რომლებიც ეუთოს სასამართლო პროცესების მონიტორინგის ანგარიშშია ასახული. რეზოლუციაში ნათქვამია, რომ ევროპარლამენტი მხარს უჭერს საქართველოს ხელისუფლების მიერ გადადგმულ პოზიტიურ ნაბიჯებს რუსეთთან ურთიერთობის გაუმჯობესების კუთხით და წუხილს გამოთქვამს ჟენევის მოლაპარაკებებში არსებითი პროგრესის ნაკლებობის გამო, მიუხედავად საქართველოს ხელისუფლების კონსტრუქციული ძალისხმევისა. თავად კრემლს ევროპელები მოუწოდებენ დაასრულოს აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის ოკუპაცია და გააუქმოს მათი დამოუკიდებლობის აღიარება. მოსკოვსა და სოხუმს შორის გაფორმებულ პარტნიორობის ხელშეკრულებას კი აფასებს, როგორც რუსეთის მიერ გადადგმულ ნაბიჯს აფხაზეთის სრული ანექსიისკენ. დოკუმენტში აგრეთვე საქართველოს მიერ ისლამოფობიისა და ჰომოფობიის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯებია ნახსენები, მაგრამ რეზოლუცია ხაზს უსვამს იმის საჭიროებას, რომ ისლამოფობიის და ჰომოფობიის ძალადობრივი აქტების ჩამდენი პირები ჯეროვნად იქნან გასამართლებულნი. ევროპარლამენტის რეზოლუციას მიღებისთანავე მოყვა შეფასება სრული პოლიტიკური სპექტრის მხრიდან, მაგრამ პირველ რიგში ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან. ეს გასაგებიც არის, ოპოზიცია ურჩევს ხელისუფლებას შეწყვიტოს მართლმსაჯულების სისტემის პოლიტიკური იარაღად გამოყენება და იმისთვის, რომ დაიწყოს ევროპარლამენტის რეკომენდაციების შესრულება, პირველ რიგში წინა ხელისუფლების წარმომადგენლები წინასწარი პატიმრობიდან გაათავისუფლოს. მოუწოდებ ხელისუფლებას გადადგას პირველი ნაბიჯი ამ პრობლემის მოსახსნელად და როგორც პირველი ნაბიჯი განიხილოს ინიციატივა, რომ არ იყოს გამოყენებული წინასწარი პატიმრობა პოლიტიკური ფიგურების წინააღმდეგ. პოლიტიკურ ფიგურებთან მიმართებაში
წინასწარ პატიმრობაზე უარის თქმით, ხელისუფლება შეასრულებს იმ პირველ კონკრეტულ რეკომენდაციას, რომელიც ჩაწერილია ევროპარლამენტის რეზოლუციის მე-15 მუხლში და რაც იქნება ძალიან სერიოზული დადებითი სიგნალი ჩვენი ევროპელი პარტნიორებისთვის. ჩვენ ვერ წავახალისებთ თანამდებობის პირებს, რომ მათ დანაშაული რომ ჩაიდინონ, აღმოჩნდებიან უფრო პრივილეგირებულ მდგომარეობაში, ვიდრე რიგითი მოქალაქეები. ჩვენ გავათავისუფლეთ სასამართლო ყოველგვარი პოლიტიკური გავლენისაგან და სასამართლო დღეს იღებს გადაწყვეტილებებს დამოუკიდებლად. ამ დამოუკიდებელი სასამართლოს პირობებში თუ რამე კითხვები არსებობს, სასამართლო ხელისუფლების პირველმა პირმა უნდა გააკეთოს ამაზე კომენტარი პირველ რიგში. რაღაცაზე შეიძლება შეშფოთება გამოითქვას, რაღაცაზე შეიძლება შეგაქონ, რაღაცაზე შეიძლება გაგაკრიტიკონ. მათ შორის წარმოდგენილი იყო იქ ოდირის რეკომენდაციები, რაც არის აბსოლუტურად სწორი ჩემის აზრით. და ჩვენ უნდა აღვნიშნოთ ის, რაც არის პოზიტიური და ის, რაც არის ნეგატიური. ეხლა ის, რომ პროკურატურაში რეფორმები უნდა გატარდეს უსწრაფესად და რეალური ნაბიჯები გადაიდგას ამ მიმართულებით, მე ვფიქრობ, ამასთან დაკავშირებით არავის ბევრი კითხვა არ აქვს არც ჩინ არც გარეთ. და ჩვენს თავისუფალი დემოკრატები ამაზე ძალიან დიდი ხანია უკვე საუბრობთ, მათ შორის იმ საქმის ბოლომდე მიყვანაზე და გამოძიებაც. ამიტომ დაველოდოთ, ეხლა ყველაზე მეტი საკეთებელი არის ქვეყნის შიგნით. მართლმსაჯულების სისტემის პოლიტიკური იარაღად შესაძლო გამოყენების და ევროპარლამენტის რეკომენდაციების შესახებ არასამთავრობო სექტორიც აკეთებს დღეს კომენტარს. მე-15 მუხლში პირდაპირ წერია, რომ თუ გაგრძელდება პოლიტიკური დევნა ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლების, მათ შორის ეხლა ოპოზიციაში გადასული წარმომადგენლების, მაშინ ამან შეიძლება სერიოზული პრობლემები შეექმნას და ძირი გამოუთხოს საქართველოს ევროპულ არჩევანს. და ასევე პირდაპირ არის მითითება გაკეთებული იმაზე, მოწოდება გაკეთებული, რომ მართლმსაჯულების სისტემა არ იყოს გამოყენებული პოლიტიკური მიზნებისთვის. მიუხედავად იმისა, ამ საკითხზე არსებობს თუ არა ქვეყნის შიგნით აზრთა სხვადასხვაობა, თუ ჩვენი ევროპელი პარტნიორები ამ საკითხს უყურებენ კრიტიკულად და აღქმა ზოგადად, თუნდაც ვარაუდის დონეზე არის ასეთი, რომ შეიძლება მართლმსაჯულების სისტემა გამოიყენებოდეს პოლიტიკური ნიშნით და შერჩევით სამართალს ჰქონდეს ადგილი, ეს უკვე პრობლემაა. სამწუხაროდ ეს აქტი არ არის პირველი აქტი, სადაც საუბარი ამ საკითხებზეა. ესეთი შეშფოთება ჩვენი მეგობრებისაგან, ჩვენი პარტნიორებისაგან არაერთხელ მოვისმინეთ და სამწუხაროდ კიდევ ერთხელ უნდა აღვნიშნოთ, რომ ხელისუფლებას კარგად არ ესმის, თუ რა დაბრკოლება შესაძლებელია იქცეს ესეთი აღქმები დასავლეთში. ეს რეკომენდაციები, რომელიც ამ რეზოლუციაში იყო ნახსენები, პოზიტივი რაზეც ხაზგასმა გაკეთა, მაგრამ ამავე დროს ის შენიშვნები, რომელიც სალსახად აღინიშნა, მათ შორის პოლიტიკურ ოპონენტებთან დაკავშირებით, მათ შორის იმ ხარვეზებთან დაკავშირებით, რაც უკავშირდება მართლმსაჯულებას ჩვენს ქვეყანაში, სასამართლოში და პროკურატურის ფარგლებში, რომელიც შეიძლება გამოყენებული იყოს პოლიტიკური ოპონენტების მიმართ. თუ არ იქნება ქვეყანაში კანონის უზენაესობა და წინსვლა დემოკრატიის მიმართულებით, ამან შეიძლება გარკვეული საფრთხე შეუქმნა ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციას. ჩვენ აღვხედავთ ძალიან პირდაპირ მას საქართველოს ევროპული მომავლის, საქართველოში დემოკრატიულ პროცესებთან და კერძოდ ოპონენტების მიმართ დამოკიდებულებასთან, პროკურატურის და მთლიანად მართლმსაჯულების სისტემის გამოყენება ოპონენტების დევნისთვის. ეს არის განსაზღვრული ერთ-ერთი მთავარი პრობლემა საქართველოს დემოკრატიული განვითარების, რაზეც იქნება დამოკიდებული ჩვენი ევროპული მომავალი. ნებისმიერი თუნდაც მინიშნება პოლიტიკურ დევნაზე, ძალიან სერიოზულად უნდა მიიღოს მთავრობამ იმისათვის, რომ ამან არ შეაფერხოს ჩვენი გაწევრიანების პერსპექტივები მომავალში ევროპაში. კერძოდ იგულისხმება რიგის სამიტი 2015-ში, როცა ჩვენ გსურს რომ მივიღოთ უვიზო მიმოსვლა ევროპაში. საბოლოო ჯამში ეს არის საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ გამოტანილი ვერდიქტი და მე არ მინდა რომ ეს იყოს საქართველოს წინააღმდეგ გამოტანილი ვერდიქტი. მე ვთხოვდი საქართველოს ხელისუფლებას რომ კარგად დაუფიქრდეს რა საფრთხეს წინაშე დგება თავად ის და ქვეყანა იმ შემთხვევაში თუ დასავლეთი ხელს აიღებს საქართველოს როგორც პარტნიორზე. რეზოლუციებში უკვე ძალიან ხშირია ეს ჩანაწერი, შესაბამისად აღნიშნული აღქმა დალექილია უკვე, რაც ძალიან ცუდია, იმიტომ რომ ამდენი ხნის განმავლობაში ვერ მოხდა გაქარწყლება ამ აღქმის. ამ შემთხვევაში აუცილებელია რომ გაითავისოს ხელისუფლებამ, რომ ეს არ არის ერთი რომელიმე კონკრეტული პოლიტიკური დაჯგუფების ან ჯგუფის აზრი, ანუ ზოგადად უკვე შეთანხმდა პოლიტიკური სპექტრი საქართველოს გარეთ, რომ არის ეს პრობლემა.